მოგესალმებით ძვირფასო ტელეპაყურებლებო და მოგახსენებთ რომ თქვენ უყურებთ სატელევიზიო გადაცემა წუთის სოფელს რომელიც არის სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზის თემატიკური გადაცემა სატელევიზიო ეთერია ამ კონკრეტული დასახელების მქონე გაერთიანებისა და ეს გადაცემა თქვენთვის უკვე ცნობილია რომ ეძღვნება გვარების ისტორიას და საგვარეულო წიაღიდან წამოსულ იმ წმინდანებს რომლებსაც პატივს მიაგებს ჩვენი ეკლესია და თითოეული ჩვენთაგანი და დღეს სწორედ აი აღნიშნულ თემის შესახებ გვექნება საუბარი და ეს თემა კონკრეტდება წმინდა არქიმანდრიტთან გიორგი ხეიძესთან მიმართებაში, რომელიც მსახურობდა ბეთანიის მონასტერში და რომელიც სიწმინდის ხარისხში ამაღლდა თავისი ღვაწლითა და თავისი მოღვაწეობით. ამ საკითხთან დაკავშირებით ტელევიზიაში მოწვეული არის სტუმრად თბილისის სიონის ტაძრის მოძღვარი და ლექტორი სასულიერო აკადემიისა კეთილმსახური მოძღვარი მამა სვიმონ დათუკიშვილი. დაგლოცეთ მამა. ერთად დაგლოცეთ, მოგესალმებით. გესალმები ჩვენს ტელემაყურებელს და მართლაც მნიშვნელოვანია ასეთი გადაცემების ესე რომ ვთქვათ, გაშუქება ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ მათი ცნობიერება ყოველთვის ამაღლდეს და გამოფხიზლდეს. მართალ ძალიან. ამ შემთხვევაში ვისაუბროთ როგორც ჩვენთვის ძვირფასი მამა გიორგი ხეიძე. ჩვენთვის ძვირფასი მამა გიორგი ხეიძის შესახებ მოთხოვნიდან გამომდინარე თქვენ როგორც მოგვახსენეთ ქონიათ უკვე გადაცემა იოანე მაისურაძე დიახ მიმართებაში მის თანამსახურებაში მყოფი მოძღვრის შესახებ დაკავშირებით და ამ ეტაპზე ვისაუბროთ წმინდა გიორგი ხეიძის შესახებ. წმინდა გიორგი ხეიძე დაიბადა 1887 წელს დიახ ამბროლაურის რაიონიდან იყო იგი სოფელ სხვავადან და მოგეხსენებათ ეს რა პერიოდია ძალიან რთული პერიოდია და მას თავადაზნაურთა ესე რომ ვთქვათ გვარის ტრადიციიდან გამომდინარე ისინი ეწყობოდნენ ხოლმე სამხედრო სამსახურში და ესე რომ ვთქვათ სამეფო და სახელმწიფო მიმართულებით რა თქმა უნდა წარმატებისთვის იღწოდნენ მაგრამ წმინდა გიორგი ხეიძე არჩია რომ ის ჩართულიყო ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში და სამართლიანობისთვის, სიწმინდისთვის და ღირსებისთვის და ღირებულებებისთვის ეღვაცა. ცნობილია რომ ის გახდათ წმინდა ილია მართლის მდივანი და კარგად იცნობდა მის მოძღვარ წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძესაც. მასთან ჰქონდა ურთიერთობა და არა მარტო მასთან, მას ჰქონდა წმინდა ილია ჭავჭავაძესთან ურთიერთობაში ყო მის ძვირფას საზოგადოებასთან ამაღლებული სულის მქონე პიროვნებებთან ნაზარი ლეჟავასთან და ასე შემდეგ და სხვა ისგან მიიღო ასევე ხელდასხმა წმინდა გიორგი ხეიძეს მოგეხსენებათ როგორი რთული პერიოდია თვითონ 1800 ესე რომ ვთქვათ 3 წლის შემდგომ რაც რუსეთმა ფაქტიურად გააუქმა სამეფო ქართლში და შემოუკიდა იმერეთში მოგეხსენებათ და უკვე სხვადასხვა დასავლეთ სხვა ესე რომ ვთქვათ რაიონებში სამეფო მმართველობა აი მას ვერ 1811 წელს უკვე ავტოკეფალიაც გაუქმდა ვიცით და მე აჯანყებები მოყვა ამას უკვე 10-20-30-იან წლებიდან ფაქტიურად აჯანყებები მოდის აჯანყების პერიოდი გვაქვს და იცით მე რა გამოიწვია ამ მდგომარეობამ ამ რუსიფიკაციულმა რეჟიმმა ცარიზმის პერიოდში თუ როგორი ესე რომ ვთქვათ დაპირისპირებები იყო და ეს დაახლოებით ის პერიოდია 1000 შორის გამახსენდა ამასთან მიმართებაში 1887 წელს დაიბადა წმინდა გიორგი ხეიძე და სწორედ ამ დროს ერთი წლით ადრე წმინდა დიმიტრი ყებიანი შეიპყრეს და ერთი წლის შემდგომ ის დაღესულა 1887 წელს პავლე ლებედევის ესე რომ ვთქვათ თან ეს შეპირისპირების ნიადაგზე გახსოვთ ხო? კი, ცნობილი ფაქტია და კალენდარულადაც როგორი თანხმედრა. მე ამას დავაკონკრეტებდი კიდევ რომ 1987 წელი უკვე არის აი ის პერიოდი, როდესაც საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსულია ეგრეთ წოდებული თერგდალეულები, ქართული ეროვნული სულის მქონე ინტელიგენცია, ეს იყო აკაკი წერეთელი, ეს იყო ილია ჭავჭავაძე, ეს იყო თქვენგან უკვე ხსენებული დიმიტრი ყიფიანი და სხვა
კვანი და სხვანი, იაკობ გოგებაშვილი რა თქმა უნდა, თერგდალეულები და აი მათი სულისკვეთება უკვე საზოგადოებისთვის საცნაური იყო, უკვე შექმნილია წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და აი ეს რეალობა დახვდა წმინდა გიორგი მხეიძეს საასპარეზოდ. თქვენ კარგად ბრძანეთ, რომ ის პირველად საგვარეულო ტრადიციის თანახმად სამხედრო კარიერისთვის, საბრძოლო დიდებისთვის ემზადებოდა და აი აქეთ მისცეს გეზი და მიმართულება, როგორც იტყვიან და მან წარმატებით დაამთავრა სამხედრო სასწავლებელი, მაგრამ სასწავლებლის დამთავრების შემდეგ არ ჩამდგარა ესეთი სამხედრო მსახურებაში და ის როგორც იტყვიან შემოტრიალდა აი ამ მსახურებიდან, აი მაქსიმალურად შემოტრიალდა თავისი ეროვნული საწყისებისკენ, თავისი სააზროვნო ინტელიგენციისკენ და აი თქვენ აღნიშნეთ უკვე რომ მას ჰქონდა პატივი იმისა რომ ილია ჭავჭავაძის მდივანი ყოფილიყო. ეს არ არის მხოლოდ სამსახური და ეს არ არის მხოლოდ ის რომ ის დასაქმებული და დაკავებული იყო ამ კონკრეტულ საქმიანობაზე. ეს არის ილია ჭავჭავაძესთან ურთიერთობა. თქვენ მიუთითეთ კიდევაც რომ ეს არის არა მარტო ილია ჭავჭავაძესთან ურთიერთობა, არამედ მთელი ინტელიგენციასთან ურთიერთობა, ვისაც კავშირი ჰქონდა ილია ჭავჭავაძესთან, კავშირი ჰქონდა გაზეთ ივერიასთან და აი აქ ტრიალობდა ის ჯანსაღი აზრი ჩვენი ქვეყნისა და ის ჯანსაღი სულისკვეთებაც ჩვენი ქვეყნისა, რომელიც დამახასიათებელი იყო ილია ჭავჭავაძისთვის და მის გარშემო არსებული საზოგადოებისთვის. და რაოდენ დიდი ბედნიერება იქნებოდა ახალგაზრდა გიორგისთვის, რომ ჩაერთო აი ამ საქმეში და აი ამ საქმის ფერხულში აღმოჩნდა და მსახური იყო ილია ჭავჭავაძისა და მსახური იყო თავისი ქვეყნისა, აი ამ აზროვნების, აი ამ სულიერების და ამის შემდეგ სულაც არ არის გასაკვირი, რომ მან დედა ეკლესიას მიმართა, აღიკვეცა ბერად და დაიწყო მსახურება. ის მსახურობდა ხირსის მამათა მონასტერში და აი ხირსის მამათა მონასტერში ცდილობდა თავისი სამღვდელო მსახურებით განევრცო სარწმუნოება, ქადაგებდა და ისეთი მოღვაწეობითი ღვაწლით იყო აი იმ პერიოდში დაკავებული და ამას მოუწია 1924 წლის პერიოდი, როდესაც საქართველოში აი წარუმატებელი აჯანყება მოხდა საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის და აი ამ აჯანყების შემდეგ დაიწყო რეპრესიები, მათ შორის დაიწყო საეკლესიო რეპრესიები და ეს რეპრესიები იყო ძალიან მწვავე და თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ უამრავი ადამიანი შეეწირა და უამრავი მღვდელმსახური და საეკლესიო მოღვაწე შეეწირა ამას. როგორ გადაიარა აი ამ ფაქტმა მამა გიორგი მხეიძესთან დაკავშირებით, აი მოგისმენთ ამ საკითხზე მამა სვიმონ. დიახ, მოგახსენებთ, ნამდვილად მოგახსენებთ. ესე იგი, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ცარიზმის პერიოდმა, როდესაც გაიარა უკვე 1917 წელს ხდება უკვე ჩვენ ავტოკეფალია მოვიპოვეთ 1918 წელს უკვე საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადა, მოხდა რევოლუციური ესე ვთქვათ ეს მოვლენა, ეს ბოლშევიკები და მენშევიკები კიდე ერთმანეთს ცალკე უპირისპირდებოდნენ და ამან გასტანა სულ რაღაც 1921 წლამდე და მე ხდება ისე რომ ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობას ვკარგავთ. მალე სულ რაღაც 3 წელიწადში ესე იგი წმინდა გიორგი მხეიძემ ესე ვთქვათ ხირსის მონასტერში მოღვაწეობს ამ პერიოდში, განიცდის სუკისგან ძალიან დიდ რეპრესიებს, ძალიან დიდ წნეხს, მას აწამებენ, სემენ, ესე ვთქვათ, რა თქმა უნდა, უშლიან და უპირისპირდებიან მის სარწმუნოებრივ აი პოზიციას და შემდეგ წვერის გაპარსეს ის წვერი გაპარსეს და ის მოდის უკვე მე თბილისში თავის სახლში და სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ ხირსის მონასტერიდან როცა ბრუნდება ის ეს იმავე წელს 1924 წელს სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ მისი ოჯახის წევრები, დედმამიშვილებიც კი უპირისპირდებიან სარწმუნოებრივად. იმიტომ ისინი ათეისტურად იყვნენ განწყობილი და ესე აზროვნებდნენ და მათაც გაპარსეს სახლში წვერი და ვერ გამოდიოდა, რა თქმა უნდა, გარეთ წარმოეზრდებოდა და ძალიან განიცადა ეს მდგომარეობა, რომ არათუ მხოლოდ სახელმწიფო და სუკი უპირისპირდებოდა, არამედ მისი დედმამიშვილებიც კი ესე არიზიარებდნენ, საკუთარი ოჯახიც კი ოჯახის წევრები არიზიარებდნენ მის სარწმუნოებრივ აი მდგომარეობას. და მე სამწუხაროდ მოხდა ფაქტიც, რომ მოხდა ისე, რომ ერთმანეთს თავი ჩამოიხრჩევა ესეთი ის განვითა და სამწუხაროდ ესეთი ისტორია და მისი მეორე ძმა და მისი ცოლი კიდე დაუხრეტიათ. სამწუხაროდ ესე მოხდა. მე მითის მალევე ბეთანის მონასტერში. მითის მონასტერში აქ უკვე არის, რა თქმა უნდა, ივანე მაისურაძე, მისი რა თქმა უნდა განუყრელი მეგობარი უკვე შემდგომ
სულის მეგობარი ესე უწოდებდი მე ივანე მაისურაძე უფრო ადრე იყო მისული მან ათონისთაც მოიარა თქვენ იცით კარგად ამოზიკოლოგიად გადაცემა 17 წელი იყო ათონისას და 1903 წელს ჩავიდა რომ ჩამოდის ის 1919 წლებში დაახლოებით აი მაშინ უკვე ის თუმცა მანამდე ეხმარებოდა 12 წლის ასაკშიო იქ ესე რომ თქვა ვიცით რომ სპირიდონ კეთილაძე იყო მაშინ მისი მოძღვარი და წინამძღვარი და 12 წლის ასაკშივე ეხმარებოდა მას ის იყო ათოზე იქ იონე ღვთისმეტყველის განსაკუთრებული სიყვარულის გამო მის სახელი უწოდეს ბერად აკვეცეს და მედიკაც რო წავიდა რაღაც ესე რომ თქვა არეულობა და დაპირისპირებები და რაღაც დაიძაბა მდგომარეობა იქიდან მოდიან უკვე აქ და თავიდან არმაზის ხევში ჩავიდა იქიც ერთი ბერი დახვდათ ისინი ჩამოიყვანეს სენეს დახვრიტეს და ჩაყარეს ხევში და სასწაულებრივად გადარჩენდა იყვანეს ივანე მაშინ სადეთა მონასტერში და ამის მერე ბიდის თავის მოძღვართან ესე რომ თქვა სპირიდონ კეთილაძესთან და მერე უკვე მალევე გადაიბარებს წინამძღოლობას ობიდის მერე გიორგი მხეიძე უკვე კვიდრდება რა თქმა უნდა მასთან ერთად და იქ იწყება მოღვაწეობა მათი ეს ხასიათი მათი ძალიან განსხვავდებოდა ერთმანეთისა უფრო რბილი ხასიათის და თბილი გარეგნული შეხედულებით ზოგადად ადამიანებისგან და ისედაც უფრო რბილად და თბილად ეურთიერთობოდა ივანე მაისურაძე და უფრო თითქოს გარეგნული სახით მკაცრად გამოიყურებოდა უფრო ესე რომ ვთქვათ რაღაცნაირად ივანე მხეიძე მაგრამ განსხვავებული ხასიათის მიუხედავად ისინი სულიერად განუყლელნი იყვნენ ერთმანეთზე უზომოდ ქრისტეს მიერ შეყვარებულნი და მსურველნი სულ წუხდა იმას ივანე მაისურაძე თორმე რომ სუსტია ფიზიკურად და ჯანმრთელობა ხელს აუწყობსა და იქნებ რაღაცნაირად ცდილობდა რომ უფრო სუბუქი საქმე დაევალებინა გიორგი მაისურაძე ბოსტანს აგერ მარგლი და ული და ეფუტკრეობას მისდევდაო და ასევე ძროხებსაც წელიდა, მაგრამ უფრო მძიმე საქმეებს, რაც შეეხება законის გადევნა, თუ ესე რომ თქვა სხვადასხვა მძიმე საქმეები, ქალაქში ჩამოსვლა, პროდუქტის მომარაგება, უფრო ივანე მაისურაძე კისრულობდა თავისავე და სუწუხდაო რომ ეს სუსტი ყავს სათავო და ეს არ ყავს რამე შეულება. მზრუნველობა, ქრისტიანული მზრუნველობის ძალიან კარგი მაგალითი იყო, მათ ფაქტიურად მთელი ცხოვრება ერთად გაატარეს და აი ქრისტიანული მზრუნველობა ეს არა მხოლოდ რაღაცა ზოგადი კატეგორიაა, ესეთი ფილოსოფიური, არამედ პრაქტიკული ცხოვრების მქონე და პრაქტიკულ ცხოვრებაში გამოწურთნილი ურთიერთობიდან მოდის ეს მზრუნველობის მომენტი, მოყვასის სიყვარული, რასაც ჩვენ ეკლესიურად უწოდებთ და აი ეს არა სადღაც და არა როგორღაც არამედ იმ მონასტერში და ურთიერთობაში იყო გაცოცხლებული და გაცხადებული ეს მოყვასის მიმართ მზრუნველობა და აი ამითაც ისინი დიდი სულიერი ძალისხმევის მატარებლები იყვნენ რამე თუ ერთმანეთზე ზრუნავდნენ და ერთმანეთის მზრუნველობაში გაატარეს მთელი ცხოვრება. ხირსის მონასტერში ახსენეთ მამა გიორგის მსახურება და იქ საინტერესო მომენტი იყო აი რეპრესიის ქრისტეს სახელის და ქრისტეს რწმენისთვის დათმენილი რეპრესია და მაშინ აი ბოროტმოქმედებმა რომლებმაც ცემეს მამა გიორგი და ტაძრიდან გამოაგდეს მიაძახეს მას რომ ხო ნუ რატო ყველა ეკლესიის მსახურება თუ მსახურება გინდა კოლექტივში შედი და კოლექტივს ემსახურე რაღა ეკლესიას ემსახურებიო და აი ამ სიტყვებით გამოაგდეს მონასტრიდან და ესეც საინტერესო ფაქტია რომ არა ეკლესიის მსახურება საპირწონედ კოლმეურნობის მსახურება დაუყენეს მას და მისი არჩევანი ერთმნიშვნელოვნად იყო ის რაც იყო და რასაც მთელი ცხოვრება უდგა. ასევე საინტერესო ფაქტია მისი ოჯახის დამოკიდებულება, რაზეც თქვენ გაამახვილეთ ყურადღება და იქ მისი ბიოგრაფიები აღნიშნავენ, რომ ეს ფაქტი ძალიან ესეთი ნიშანდობლივი იყო მამა გიორგისთვის საკუთარ სახლში თავისმა ძმებმა, რომ რაღაცა ნახევრად ხუმრობით და უფრო მეტად კი თავისი ურწმუნოებიდან გამომდინარე წვერი გაპარსეს და ამათმაც მოუწოდეს რაღაც ესეთი შრომით ფერხულში ჩართვა საკოლმეურნეო საქმეებში და ასე შემდეგ. იტირა სახლში მამა გიორგიმ და ასე დატოვა სახლი. ანუ ტირილით დატოვა მშობლიური სახლი და წავიდა გულნატკენმა. აი ეს ტირილი გამოხატულება იყო მისი სულიერი მდგომარეობისა, რომ ის ტკივილით წავიდა ამ
თავისი საცხოვრისიდან, თავისი ოჯახიდან და სწორედაც ესეთი გულნატკენი, ესეთი უარყოფილი და ესეთი ცრემლების განცდით გამოემშვიდობა ამ ყოფას და წავიდა ბეთანიაში და ბეთანიაში თქვენ ხაზგასმით აღნიშნეთ 24 წელს მივიდა და 24 წლიდან მამა გიორგი ჩვენ ამას მოგვიანებით ვიტყვით რომ გარდაიცვალა 1960 წელს და 5 წლით იყო უმცროსი წმინდა იოანე მაისურაძეზე 5 წლით იყო უმცროსი და გიორგი მაისურაძე 1947-ში გარდაიცვალა 3 წლით ადრე. და შემდეგ 3 წლის მერე თუმცა ეგონა ისუსტი იყო და ადრე არ გავიდეს უფრო ესეთი თითქოს დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ უფალმა ასე ინება და ის 3 წლით ადრე გადის ამ ქვეყნიდან და მერე თუ გიორგი მაისურაძე ამაზე მერე გვექნება შემდეგ გვექნება მართლა საუბარი გიორგი მაისურაძე თვითონ უფრო უშუალოდ ღვთის მითითებით ანგლოზი გამოიცხადა მას ქალაქში იყო ჩამოსული და რატო ხარ აქ მონასტერში უნდა იყო და ის ეუბნება უფალს რომ ჯანმრთელობის გამო რომ გამივარეს და ჯანმრთელობა მაგიტომ ჩამოვიდიო, მაგრამ ის ბრუნდება ისე მონასტერში და იქ მერე უკვე წმინდა გაბრიელ ბერთან შეხვედრას უკავშირდება მის ელოდებოდა მას და გაბრიელ ბერს. ძალიან საინტერესო მომენტია ის რომ მას უფლისგან ეუწყა და ეცდო გარდაცვალების ჟამი. ესეც ვიცით ჩვენ რა დიდი სულიერი სიმაღლის შემთხვევაში ხდება და რაოდენ დიდი მოწყალება ასე ვთქვათ უფლისა რომ უფალი იმდენად უშუალო კავშირშია კონკრეტულ წმინდანთან და კონკრეტულ ადამიანთან რომ მას აუწყებს ჟამს თავისი გარდაცვალებისა და ეს უწყებაც არა ისეთი ინფორმაციული უწყება როგორც ასეთი არამედ არის შესაძლებლობა და საშუალება იმისა რომ შეხვდეს გარდაცვალების ჟამს მოემზადოს გარდაცვალების ჟამისთვის და ერთგვარი შინაგანი მობილიზება გააკეთოს აი ამ დიდი საოცარი მოვლენის მიმართ, რომელსაც გარდაცვალება ეწოდება, ტოვებს თბილისს და ბრუნდება სასწრაფოდ მონასტერში. თუმცა უნდა ითქვას, რომ მამა გიორგი მთელი ცხოვრება 1924 წლიდან 1960 წლამდე, ანუ ფაქტიურად 27 წელი მონასტერში გაატარა და იყო ერთ ადგილზე და ის ერთი ადგილი იყო მისი სამოღვაწეო ასპარეზიც და მისი ტრიბუნაც, საიდანაც უფალს ელაპარაკებოდა და თუ როგორ ელაპარაკებოდა და თუ როგორი ღვაწლი ჰქონდა მას, ამის შესახებ მინდა თქვენ მოგისმინოთ. დიახ. ბეთანის მონასტერი ყოველს კარგად მოგვეხსენება, თბილისთან 18 კილომეტრით არის დაშორებული, ზუსტონიდან 1200 მეტრზე მდებარეობს და რაც ავიდა იქ და ივანე მხეიძესთან ერთად დაიწყო მოღვაწეობა, მართლაც იგი გამოირჩევა თავისი გულმოდგინებით, თავისი ასე ვთქვათ მოღვაწეობით, თავისი დაუცხრომელი ლოცვითა და ღვაწლით აი მონასტერში. იქ იხსენებენ ერთი ისტორია გახსენებული ყოფილა ვანო პაპა ციკლაური, რომელიც იხსენებს მათთან ურთიერთობას, არა მარტო ის, არამედ მამამისიც მიდიოდა ხოლმე და ძალიან ეხმარებოდა და მხარში ედგა და ის აღნიშნავს, რომ ისინი როცა უჭირდათო ართაკილობდნენ, რომ გლეხებს მიყვებოდნენ ყანაში, ეხმარებოდნენ, რომ რაღაც საზრდო მიეღოთ და შრომით საქმიანობას, რა თქმა უნდა. და შემდგომ მოახერხეს მათ მანამდე კიდე წმინდა იოანე მაისურაძემ, რომ მეურნეობა შეექმნათ და მათ უკვე იმდენი ჰქონდათ დაგროვილის მეურნეობიდან, რომ იქ ამოსულ მრევლს სტუმრებს პირიქით უმასპინდებოდა, აქეთ ატანეს, ძალში თაფლი იყო თუ ყველი იყო თუ თავისი წისქვილიც კი გაუგეთებიათ მათ და სხვათა შორის იქ როცა ყაჩარები მიდიოდნენ და თავს ესხმოდნენ, ეს ვანო პაპა ციკლაური აღნიშნავს, რომ მამა ჩემი ეონებოდა, მამამისი ეთყოდა და ფიცხი კაცი იყო და თოფს მოგცემთო და ცოტა ისე დახვდითო კაცრეთო და ესენი რა თოფს ხარისროდნენ მათ ყაჩარებს, მაგრამ შეუტიოთო რომ როგორ ბედაო და თვითონ ვანო პაპა რჩებოდა ხოლმე კიდევაც იქ და მისი მამაც როგორც ჩანს ხარ შეძდნენ რომ როცა მოსალოდნელი საფრთხე იყო რაღაცა იგრძნობდნენ არა ინფორმაციას უქმნიდა გავრცელდებოდა რომ ყაჩაღები რაღაც აპირებდნენ რომ ან გაეძარცვათ არხში რომ დაეხოცათ კიდევაც ხო არაფერი იყო გასაკვირი ამიტომ ისინი ცდილობდნენ ყველანაირად დაეცვათ და ასე ვთქვათ რაღაცა დახმარებოდნენ. იქ ადიოდნენ ბავშვები, მე იმ ბავშვები ვინც გაიზარდნენ, მათი გახსენებაც არის ჩანაწერები, როგორი სითბო და სიყვარული იგრძნობოდა მათი მხრიდან და რომ ამდენ ენერგიას როგორ აგროვებდნენ უკვირდათ, იმიტომ რომ ხის სიტყვა სულ შრომაში იყვნენ, ღამით ლოცულობნენო და საწოლიც არ ქონდათ, რა თქმა უნდა, კომფორტული ფიცარზე ეძინათ და ამდენ ენერგიას როგორ იღებენო და როგორ აქვთო ძალიან გაოცებულნი იყვნენ და
თვითონ იონე მაისურაძე უფრო გახსნილი იყო ბავშვებთან გაწუწავდნენ კიდევ სხვა იაზმის დროს გახსნება როგორ ესე ვთქვათ უფრო გაშინაურებული ყავდა ბავშვები მაგრამ იონე მხეიძესთან გიორგი მხეიძესთან ვერ ბედავდნენ ამას მაგრამ თუმცა მისი ხათრი და დიდი ის ჰქონდათ მოგზაურობა მორიდებოდა რასაც ევნებოდათ მათ გიორგი მხეიძე ამას გულმოდგინედ უსმენდნენ და ასრულებდნენ საინტერესო მომენტია ის რომ აი ეს ორი დიდი წმინდანი რომელსაც ერთად მოუწიათ მოღვაწეობა და ერთად იყვნენ ამ მონასტერში აი ავსებდნენ კიდევაც ერთმანეთს სულიერად და ეხმარებოდნენ იმ სულიერ წვრთნაში რისთვისაც არის სამონასტრო ცხოვრება მოწოდებული და აი ეს სისავსისკენ სწრაფვა ეს სრულყოფილებისკენ სწრაფვა და მსახურებისა ესეთი ერთობლივი მდგომარეობა გარკვეულწილად მათ უმსუბუქებდა ეს სამოღვაწეო მდგომარეობას თუ შეიძლება ასე ითქვას და ხელს უწყობდა მათი სულიერი გაზრდისა და სულიერი წინსulis მდგომარეობას. კონკრეტულ შემთხვევაში უნდა ითქვას რომ მამა იონე მაისურაძე დახვდა რა იქ მონასტერში მამა გიორგი როდესაც ჩავიდა ეს იყო არა მხოლოდ შეხვედრა მათი და არა მხოლოდ ურთიერთობა და ნაცნობობა არამედ მამა იონემ დაახვედრა თქვენ უკვე აღნიშნეთ ამის შესახებ ათონის მთის მოღვაწეობის გამოცდილება სულიერი ყვალი ათონის მთისა და აი ეს გამოცდილება დაახვედრა და აი ამ გამოცდილებით შეხვდა ასევე საინტერესო ფაქტია რომ მამა იონე მაისურაძეს ის არმაზის ხეობაში არსებულ მონასტერში მსახურობდა და იქ როცა დაესხნენ ეს კომუნისტები მათ დახვრიტეს მონასტრის წევრები და ხევში გადაყარეს და ტყვია როცა ეს გასროლა მოხდა მამა გიორგიც მათთან ერთად გადავარდა ხევში და ამ სიბნელეში მათ აღარ ჩაყვეთ და ჩათვალეს რომ ესენი ყველანი აღესრულენ და ასე შემდეგ და მამა გიორგის მხარში მოხვდა ტყვია ნასრული ტყვია მხარში მოხვდა და მეორე მხარეს გამოვიდა და ეს ნატყვიარი დარჩა მას მერეც და მისი თანამედროვეები იხსენებდნენ რომ დრო და დრო გაიხსნიდა საკინძეს ჩაიყოფდა ხელს და იმ ნატყვიარ იარას რომელიც ქონდა თითებით მოსინჯავდა და თითებით შეეხებოდა ხოლმე და ეს არა მხოლოდ ჭრილობასთან შეხება არამედ ეს იყო გარკვეულწილად უფლის კაცისთვის ნასროლი ტყვია იყო უფლისთვის ნასროლი ტყვია იყო და აი ამ კვალს აი ამ ნასროლ ტყვიას აი ამ უარყოფის მომენტს აი ასეთი ტკივილით და ასეთი განცდით ატარებდა რომ ის კი არ ჩარჩა როგორც იარა და როგორც ისა არამედ ჩარჩა როგორც სულიერი წვრთნის საშუალება იმისა რომ შეიძლება ტყვიაც გესროლონ უფლისთვის მაგრამ აი აქაც უნდა დაითმინო და უფლის სიყვარულით უნდა გაყვიდე აქაც და აი თქვენ ძალიან კარგად ბრძანეთ რომ მათ მიუხედავად იმისა ტყვია მიიღო ამ შემთხვევაში მამა იონემ აი ციკლაურობა როდესაც შეთავაზა თავდაცვისთვის იარაღი არც კი უფიქრია თავდაცვისთვის იარაღის ქონება იმდენად სულიერი ღვაწლითა და იმდენად ამაღლებული ისეთი შინაგანი სათნოებით იყვნენ და მათ შორის მლოცველები იყვნენ იმ მტრებზე რომელიც მტრები ეკლესიას ყავდა და მაშინ განსაკუთრებით ბევრი ყავდა და ბევრი მტერი რო ყავდა ეს აისახა როგორც მამა გიორგის ხირსის მონასტერში მომხდარი ფაქტით ისე არმაზის ხეობაში მამა იონესთან მომხდარ ფაქტში და აი ეს მტრობაც ღვთივსათნოდ იქნა დათმენილი ორივე მამის მიერ და ამის ძალიან კარგ გამოხატულებას წარმოადგენდა მამა გიორგი მხეიძეები ზოგადად არიან დიდებული გვარის წარმომადგენლები ვის თუ არა მამა გიორგის ეწოდინებოდა თავისი გვარის ისეთი დიდებული წარმომადგენლები როგორიც ბრძანდებოდნენ კონსტანტინე მხეიძე და დავით მხეიძე და ეს არა მხოლოდ ფაქტი იყო ის რომ აი წმინდა კონსტანტინე და წმინდა დავით მხეიძეები მოწამეობრივად აღესრულნენ ქრისტესთვის და არგვეთის
მთავრები დიახ მამო ეს იყო ერთგვარი შინაგანი განცდის მომენტი ვის უნდა დამსგავსებუნდა ვისთვის უნდა მიებაძა ვინ უნდა ყოფილიყო მაგალითი ამ წუთის სოფელში არსებობისა თუ არა თავისი გვარის შვილი რომელიც უფლის ერთგულებით იყო აღსრულებული და აი ეს არგვეთის მთავრობა და მხეიძის ესეთი დიდგვაროვნული წარმომავლობა მას სულაც არ ანიჭებდა იმ ამპარტავნობას რომელიც შეიძლებოდა სადმე გამომჟღავნებულიყო და სადმე გამოკვეთილიყო თქვენ უკვე ბრძანეთ მისი საქმიანობის შესახებ რომ მიუხედავად მხეიძეობისა ის ძროხასაც წველიდა ფუტკარსაც უვლიდა ბოსტანსაც აკეთებდა და ის მუშაკი იყო ის რიგითი მუშაკი იყო რომელიც თავისი ქრისტიანული თავდაბლობით ემსახურებოდა მონასტერს და ამ შემთხვევაში ემსახურებოდა მოყვას რამე თუ იქ ტრადიციად იყო და ბეთანიის მონასტერში რომ იქ მისული სტუმარი უნდა დაეპყრებოდათ და უნდა გამასპინძლებოდნენ და აი ეს რაღაც კეთილ მასპინძლობის ეს ტრადიცია სწორედ აი ამ წმინდა მამებმა შექმნეს და მათი სულიერი სათნოებით იყო ეს გამოწვეული და მისი გამოძახილი იყო მამა გიორგის ცხოვრებაზე ფიქრი თავისთავად არის გარკვეული სკოლა და მინდა რომ სწორედ თქვენთან ერთად ვიფიქროთ აი ამ მის ცხოვრებაზე უფრო ვრცელ განზომილებაში და ამას უფრო მეტი დეტალიზირება მოვახდინოთ დიახ მოგახსენებთ ბატონო გოგიტა ნამდვილად ამას უნდა აუცილებლად შევხვებოდით შევხვდეთ ამ საკითხს საერთოდ ზოგადად ადამიანები თავისუფალი ნებითიდან გამომდინარე იღებენ გადაწყვეტილებას ცხოვრებისეულს თუ რა არჩევანს აკეთებენ ეხლა მას რა თქმა უნდა ყავდა მისაბაძი პიროვნებები სულიერ ასპარეზზე თავის გვარიდან თქვენ ახსენეთ დავითა კონსტანტინე მხეიძეები არგვეთის მთავრები თუმცა მაინც ადამიანი თავისი ნებიდან იღებს თავისუფალი ნებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას მისმა დედმამიშვილებმა ხო ნახეთ რომ პირიქით მისაბაძად არ გაიხადეს ის არგვეთის მთავრები დავითა კონსტანტინე მხეიძეები არამედ პირიქით საკუთარ დედმამიშვილს დაუპირისპირდნენ ჩვენ აღნიშნეთ რომ იყო ხირსის მონასტერში და ზოგადად როგორც ცარიზმის პერიოდში ასევე შემდეგ კომუნიზმის ხანაში ეს დამოკიდებულება ზოგადად იმ ხელისუფლებისა ძალიან ცუდად აისახა. Ოდეთ გავიხსენოთ თუნდაც ქუთათელ გაენათელი დოსითეუსი გავიხსენოთ ეფთვიმე შეროში მოწამეობრივად აღსრულებული. გავიხსენოთ აი თუნდაც ახლა მოწამეობრივად ამ შემთხვევაში არ აღესრულა, მაგრამ როგორ ცუდი დამოკიდებულება ჰქონდათ აი მაგალითად გიორგი ალადაშვილი დაკრძალული ეს ხის მონასტერში იყო წმინდა იურიტეს და კვირიკეს ტაძრის შესასრულში. მან პირველმა მისცა ხმა დაუჭირა კირიონ კათალიკოსის პერიოდში საქართველოს ავტოკეფალიას მხარი ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი იყო თავისუფლად და მე სტეფანე ხისელში წავიდა, მაგრამ იქაც არ გააჩერეს და საბოლოოდ თავის შობლიურ სოფელში ეს არის 1917 წელი, ხო? დიახ, 1917 წელს როცა ავტოკეფალია გამოცხადდა მაშინ ეგ აღნიშნე. და ზოგადად აი ხო აღნიშნე რომ მთელი ეს ცარიზმის პერიოდის და შემდგომ რევოლუციის შემდგომ კომუნიზმის პერიოდში ეს რეპრესია და განსაკუთრებით სასულიერო პირებისა და ეროვნულად განწყობილი ქვეყნის ესე ვთქვათ ერთგული შვილების მიმართ ეს არ წყდებოდა. თუკი არ გატარდებოდა რა თქმა უნდა შესაბამისი პოლიტიკა. და რაც შეეხება გიორგი მხეიძეს ეს ჰქონდა შესაძლებელი თავისი შეგნებით თუ რას ემსახურებოდა და თუ როგორ გაეღვაწა მონასტერში. მათ რა თქმა უნდა ყავდათ ფარული ქრისტიანები ხელისუფლებაშიც, ისინი ეხმარებოდნენ, იქ არ შეიძლებოდა პირდაპირ ესე რომ წიროლოცო ჩაეტარებინათ, მაგრამ ისინი გაფორმებული იყვნენ როგორც დარაჯებად, ესე იყვნენ გაფორმებული 300 იმანეთი ხელფასიც კი ჰქონდათ დანიშნული და ისინი რა თქმა უნდა მათი დახმარებითაც ძალიან დიდ შეღავათს იღებდნენ და ისინი ჩვეულებრივ მონასტერში ისე მოღვაწეობდნენ, მაგრამ ეს მაინც შეფარული იყო როგორც დარაჯებად ისე იყვნენ გაფორმებული. მათ სამოსელზეც ეთყობოდა დაკერებული ის ძველი ის უბრალოება, ის სითბო, ის ესე ვთქვათ უანგარობა, ის ნამდვილი გულწრფელი ღვაწლი და მათ წერია ისტორიაში რომ მათ ჰქონდათ უამრავი სასწაული ესე ვთქვათ აღსრულებული, თუმცა ამას ფარავდნენ. არ უნდათ რომ ეს გავრცელებულიყო საზოგადოებაში, მაგრამ იქ როცა ყავდათ მრავალი სნეული ყრუმუნჯი განკურნეს მათ ერთ-ერთი ქალბატონი ავიდა რომელსაც თავის ტკივილები ესე ვთქვათ თან ვერ იკურნებოდა და ის განკურნეს ამოაცილა მე გიორგი მხეიძე 8 კილომეტრიან აღმართს მაინც გამოაცილა ბოლომდე ის ეშულა და განიკურნა უამრავი სხვადასხვა სასწაულები აღესრულებდა, თუმცა ეს ყოველთვის მათი სურვილით დაფარული იყო და თვითონ გიორგი მხეიძეს ჰქონდა გამოცხადება ღვთისმშობლისა და მას ტკივილები სტანჯავდა და ღვთისმშობლის
მშობელმა ეს ტკივილები მოუშოშა და განუყურნა, ასევე კედელთან ლოცვის დროს მას წმინდა მოწამე თეკლა გამოცხადებია და ურჯნის მტევანი მიუწვია მისთვის, ესეც აღნიშნულია და როგორც აღნიშნეთ ახლა მას გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ანგელოზი გამოცხადებია და უთქვა რომ დაბრუნდი მონასტერში, რადგან იქ უნდა იყო და მალევე გარდაცვლილა იქ და მისი თანამოღვაწის გვერდით დაუცარეთ ტაძრის აღმოსავლეთ ესე რომ ვთქვათ ნაწილში. დიახ, აი სწორედ მამა იოანე მაისურაძის გარდაცვალების შემდეგ პირველ აღდგომის დღესასწაულზე მამა გიორგი, როდესაც სააღდგომო წირვა დასრულდა, გამოვიდა ტაძრიდან და მივიდა მამა იოანე მაისურაძის საფლავთან და ახარა აღდგომის დღესასწაულის დადგომა და ესეთი მაღალი ხმით შესძახა, რომ მამა იოანე ქრისტე აღსდგა და იქ ვინც მონასტერში იყვნენ იმ პერიოდში ისინი იხსენებენ. ამ შეძახილის შემდეგ გარშემო სულ მთები და ტყეებია და გაისმა დიდი გუგუნი. ჭეშმარიტად ეს მოისმინა ყველამ და ვინც მოისმინა შეძრწუნებული და შეშინებული ამბობდნენ რომ მთებმა გამოსცეს ხმა. ეს იყო დიდი სულიერი გამოძახილი არა მთისა და არა ტყისა, არამედ იმ სულიერი კავშირისა, რომელი კავშირიც ამ ორი დიდი სულიერი მამის შორის არსებობდა და ჩვენ სულაც არ გვიკვირს ის, რომ დიახაც ეს სულიერი კავშირი კონკრეტულ შემთხვევაში აი ასეთ სახიერ ფორმას ღებულობს და აი ესეთი სმენითი ეფექტით ეძლევა ადამიანს თუ შეიძლება ასე ითქვას. და ცნობილი ფრაზა, რომ ის რაც ჩვენთვის ადამიანებისთვის შეუძლებელია და მიუღებელია და როგორც იტყვიან ძნელად აღსაქმელია, ის უფლისთვის შესაძლებელია და ეს სწორედ უფლისმიერი შესაძლებლობა გაცხადდა ამ შემთხვევაში, არა მამა გიორგის მხეიძის ესეთი სიწმინდის სიმაღლე, არამედ უფლისმიერი მადლი გაცხადდა და სწორედ უფლისმიერი ხმა ესვათ ყველას და რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა მამა გიორგის. მამა გიორგის მოღვაწეობაზე და მის სულიერ სათნოებებზე შეიძლება ბევრი ვილაპარაკოთ, რამე თუ ის დროში ჩვენგან არც თუ ისე შორს არის, ჩვენ უკვე ვახსენეთ, რომ 1960 წელს გარდაიცვალა და ეს დროში მე კონკრეტულად 60-61 წელს ვარ დაბადებული, ანუ მეორე წელს დავაბადებულა და დროში იმდენად ახლოს არიან ისინი ჩვენთან, რომ არსებობს მათი ფოტო მასალა, თქვენ მათ შესამოსელზე გაამახვილებთ ყურადღება და დიახაც ის ძველი ხალხური გამონათქვამის მიხედვით მღვდელი ჭილობში იცნობაო, მართლაც ჭილობში ჩაცმული, დაკერებული ანაფორებით, როგორ მსახურობდნენ მონასტერში, მართლაც იცნობოდა მათი სამღვდელო და მათი მაღალი სულიერი ღვაწლი და სიდიადე სულისა იგრძნობოდა იმ დაკერებულ ჭილობში, რომელშიც ისინი მსახურობდნენ და ფოტოზე სწორედაც აი ამ შესამოსელით არიან, რაც ერთგვარი თავდაბლობის და რაღაცა ისეთი ქრისტიანული სისადავის ნიშნად შეიძლება იქნას გაგებული და მიღებული. აქვე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ აი იმ კომუნისტების რეჟიმის პერიოდშიც იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ღმერთიც სწამდა საღმრთო ცხოვრების წესსაც ცდილობდნენ, რომ დაეცვათ და გარკვეულ წილად გამოხატავდნენ კიდევაც მზრუნველობას მონასტერზე და ერთ-ერთი ესეთი პიროვნება გახდათ ჩემთვის ძირფასი ლევან გოთუა, რომელიც მეცნიერებათა აკადემიასთან ძეგლთა დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობდა, ასე ვთქვათ, და უძღვებოდა ამ მუშაობას და სწორედაც ლევან გოთუას ინიციატივით და მის მიერ დაყენებული საკითხის მიხედვით მოხერხდა ის, რომ ის პირები, რომლებიც მონასტერში მსახურობდნენ, ესენი მაინც მსახურობენ, მაინც იქ არიანო და ბარემ დაცვა ხელფასი გამოუწეროთ ამათოდ და დაცვის ფუნქცია, რომ ჩვენ სასარგებლოდ იმუშაონ, დაიცვან მონასტერიო და ვის სასარგებლოდ მუშაობდნენ ისინი, ეს უფალმა მათზე უკეთესად უწყოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში მოძებნილი იქნა გამოსავალი იმისა, რომ ერთის მხრივ ეკლესია და მონასტერი, როგორც ისტორიული ძეგლი
ძეგლი დაცული, მოვლილი და ესეთი ნაპატრონები და დასუფთავებული ყოფილიყო ერთის მხრივ ეს მომენტი და მეორეს მხრივ რომ აი ამ უპოვარ ბერებს ქონებოდათ 2 კაპიკის შემოსავალი პურისა და წყლის მისაღებად როგორც იტყვიან და აი ეს ჰარმონიულად შეერწყა ამ შემთხვევაში და ეს იყო არა ყველგან და არა ყველა მონასტრის თავზე, მაგრამ ბეთანიის მონასტრისა და ბეთანიის მამებთან მიმართებაში ეს იყო და ძალიან კარგი რომ ეს არსებობდა ერთგვარი შვება იყო მათი სულისა და ესეთი სამოღვაწეო ასპარეზზეც ამსუბუქებდა მათ მდგომარეობას, რამე თუ ბეთანიის მონასტერი მოგეხსენებათ მთებს შორის არის, აქ არც დიდი მიწის ფართია, არც დიდი ესეთი სამუშაოსა და მეურნეობის წარმოების შესაძლებლობა და ტყის შეიძლება ითქვას ტყის წიაღში მოღვაწეობა იყო მათი სვე და ბედი, რომელიც დიდი სიხარულით, დიდი ბედნიერებით და დიდი სულიერი განცდით ჰქონდათ ერთსაც და მეორესაც მამა იოანესაც და მამა გიორგისაც მიღებული. აქვე უნდა ითქვას, რომ მამა გიორგი მხეიძე სიცოცხლის ბოლოდ სქემაში, დიდ სქემაში იქნა აღკვეცილი და დიდ სქემაში თქვენ უკეთესად მოგეხსენებათ, რომ სახელი სვალებადობა ხდება და მისი სახელი შეიცვალა და მას იოანე ეწოდა. ანუ თავისი სულიერი ძმის სახელი ეწოდა. და დღეს მათი წმინდა ნაწილები საფლავი გაიხსნა მათი საფლავი სხვათა შორის ეს წინასწარმეტყველება მამა გაბრიელისგან ყველასთვის ძვირფასი მამა გაბრიელ ურგებაძისგან იყო წინასწარმეტყველები რომ მათი საფლავები გაიხსნება და გაიხსნა მათი საფლავი მათი წმინდა ნაწილები ამობრძანებული იქნა საფლავიდან ესეთი ძვირფას სარკოფაგებში იქნა მოთავსებული და ეს ნეშტი და ეს მათი წმინდა ნაწილები დღეს დაბრძანებულია ბეთანიის მონასტრის მთავარ ეკლესიაში, მთავარ ტაძარში, სადაც ყველას შეუძლია მივიდეს, მოილოცოს და პატივი მიაგოს მათ ხსოვნას, მათ სულიერ სიდიადეს და გამოითხოვოს მათი ლოცვა კურთხევა. ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება და მინდა რომ სწორედაც მამა სვიმონმა კიდევ დაამატოს რამოდენიმე სიტყვა და ამით გავიდეთ როგორც იტყვიან დასრულებისკენ. დიახ, მე დავამატებდი იმას რომ თქვენ წმინდა გაბრიელ ბერი ახსენეთ. სწორედ მისი მოწვარი იყო უშუალოდ გიორგი მხეიძე და მასთან ერთად მოგვიანებით წმინდა იოანე და წმინდა გიორგი მხეიძის წმინდა იოანე მაისურიძე და წმინდა გიორგი მხეიძის შემდგომ მოგვიანებით მივიდა მონასტერში ასევე ვასილ ფრიცხალავა და რომელიც მეგობრობდა წმინდა გაბრიელ ურგებაძესთან ისიც მოწამებრივად აღესრულა იყო მისი სურვილი რომ დაკრძალულიყო ბეთანიაში, მაგრამ რატომღაც ისე მოხდა რომ დაკრძალეს ჩხოროწყუში, ჩხოროწყუს რაიონში სოფელი. ოჯახის წევრებმა გადაასვენესო, რამდენადაც წაასვენეს მშობლიურ სოფელში და არ მისეს ის პატივი, რასაც ანდერძად იბარებდა. დიახ, და აი შემდგომ ყოფილა შეხვედრა ჩვენს უწმინდესთან, 2008 წელს ჩამოსულა მისი ნათესავები, სკოლის პედაგოგები, სხვადასხვა წარმომადგენლები და ქონიათ ამ საკითხზე საუბარი და აღნიშნულა იქ რომ არათუ გადმოსვენება, არამედ მისი კანონიზირების საკითხიც უნდა განვიხილოთ. შესასწავლი და განსახილველია, დიახ. ერთოქნას ბოლო პერიოდში კიდევ აღნიშნა რომ წმინდა გაბრიელ ბერი სწორედაც რომ უფლის მინიშნებით ასულა ბეთანიაში მისულა და ელოდებოდა რა კარგი ფაქტი გაიხსენეთ. ელოდებოდა წმინდა გიორგი მხეიძე და მას უთქვია რომ აი როგორ გამიხარდა გელოდებოდი რომ მოსულიყავიო და წამიკითხეო სულის გასulis ლოცებიო და შეწუხებულა ძალიან წმინდა გაბრიელი ეს როგორ გავაკეთე როგორ არაო წამიკითხეო და მიუცია თავისი წკნილის და ამაზე ილოცება შემდეგო და ესეთი ურთიერთობით ესეთი ლოცვით მოკლედ რამოდენიმე პერიოდი ყოფილა და გამშვალული რაღაც პერიოდი და შემდგომ ესე ვთქვათ როგორც გაბრიელ ბერი ხსენებს ქონდა მას რაღაც გამოცხადება ხილვა მას გაუხსენებია რაღაც იხსენებია და თავი გადაუწევია და გარდაცვლილა. აიხარეთ, ძალიან საინტერესოა და საინტერესოა თვითონ მამა გიორგი მხეიძე, წმინდა მამა გიორგი მხეიძე, რომელიც უნდა გვიყვარდეს, რომლის ცხოვრებასაც უნდა საკლისობდეთ, რომლის განვლილ სწავლებებსაც უნდა ვებაძოთ, როგორც იტყვიან და სწორედაც ეს არის ის წმინდანი, რომლის მეშვეობითაც შეიძლება სულის წუხტნა და შეიძლება სულის ზრდა, რამე თუ მან თავიდან ბოლომდე თავი უფალს
მიუძღვნა და ეს მიძღვნა იყო არა მხოლოდ არჩევანი, რომლის თქვენ შესახებ თქვენ ძალიან კარგად ბრძანეთ, მამაო, რომ არჩევანია და ადამიანი თავისი არჩევანი ცხონდება რამდენად სწორ არჩევანს აკეთებს და ეს არჩევანი მან თავის დროზე გააკეთა და არა მხოლოდ არჩევანით, არამედ მთელი თავისი ცხოვრებით ემსახურა უფალს, ადიდა უფალი და მივიდა უფალთან ესეთი დიდებულებით, საკუთარი სულის ამაღლებული მდგომარეობით. დიახ, და საზოგადოება შევახსენოთ, რომ წმინდა იოანე მაისურაძე და წმინდა გიორგი ხეიძე საქართველოს საპატრიარქომ, საქართველოს ეკლესიამ 2003 წელს შერაცხა წმინდანება და მისი ხსენების დღე დააწესა 21 სექტემბერს. 21 სექტემბერი ეს ცნობილი დიდი დღესასწაულია. რა თქმა უნდა, ძველი თარიღით 8 სექტემბერი არის და ახალი 21 სექტემბერს აღინიშნება მათი ხსენების დღე. სწორედ ეს პიროვნებებს უფალი ყოველთვის უგზავნიდა ისტორიულად ჩვენს ქვეყანას, რომ ჩვენს ქვეყანაში მრავალწლიანი გაჭირვების ჟამს, სხვადასხვა მტრის შემოშევის ჟამს თუ სხვადასხვა ესე რომ ვთქვათ ქვეყნიდან ესე რომ ვთქვათ სხვადასხვა აი მძიმე წნეხის ქვეშ ყოფი საზოგადოება გამოფხიზლებულიყო და დადგომოდა ჭეშმარიტ გზას, ქრისტეს გზას, გამოხსნის გზას და უფალთან ესე რომ ვთქვათ შერიგების გზას, უფლისწიაში დაბრუნების გზას. და მე მინდა რომ მართლაც ჩვენს ქვეყანას უსურვო მათი ფარველობა, მათი შემწეობა და მართლაც რომ მისაბაძი გზა დაუსახეს ჩვენს საზოგადოებას, რომ ჩვენ მარადიულად ვემსახუროთ უერთგულად უფალს, იესო ქრისტეს და ჩვენს დედა ეკლესიას, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ისტორიას, ჩვენს კულტურას, ჩვენს ესე რომ ვთქვათ, ჩვენს ღირებულებებს და ფასეულობებს და ასე რომ ვთქვათ, ვიცხოვროთ სწორი ცხოვრებით და ვიხაროთ მართლაც ორთავ სოფელსა შინა. მისი უწმინდესობის ლოცვით ჩვენ ღირსეული, ღირებული, ძალიან მართლაც ამაღლებული პატრიარქი ყავს, რომელმაც თავისი განათლებით, თავისი მაღალი აკადემიურობით მართლაც გააერთიანა ნებისმიერ სფეროში შეახსენა ყველა ადამიანი, ყველა სფერო გაერთიანა განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანები, კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანები, ხელისუფლებაში მოღვაწე ადამიანები, ნებისმიერი შრომელი კულტურისა და ნებისმიერი ხელოვნების შრომის სფეროს წევრები, როგორ გააერთიანა და როგორ ესე რომ ვთქვათ, შეაყვარა უფალი და ეკლესია როგორ გააერთიანა, როგორ აღორძინა. და მისი უწმინდესის ლოცვით ჩვენი ქვეყანა დალოცოს, თქვენი ტელევიზია დალოცოს, წარმატებებს გისურვებთ თქვენ და მართლაც ესეთი შესანიშნავი გადაცემები ჩვენს წინაპრებზე, ჩვენს მოღვაწე ადამიანებზე, ღვაწლმოსილ ადამიანებზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ გაიცნოს და უფრო შევახსენოთ თუ ვინმე იცის შევახსენოთ მაინც, რომ არ დავივიწყოთ ესეთი ძვირფასი პიროვნებები. ფარავდეს წმინდა იოანე ხეიძის მადლი. ამინ. თქვენს ტელევიზიას და სრულიად საქართველოს. ამინ. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღდგა. მაყურებელს კი შევახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სატელევიზიო გადაცემა წუთისოფელს და წუთისოფელი თქვენთვის მუშაობს და წუთისოფლის მაყურებელი უნდა იყოთ სწორედ თქვენ. გელოდებით ყოველ სამშაბათს 22 საათზე ამ დროს წუთისოფელი თქვენთვის გადის ეთერში.